სალამ, ходავდივართ ხოლმე ყოველთვის ტურის ცენტრალურ მატჩს. ეს არის ცენტრალურ მატჩებში ცენტრალური მატჩი. წელს ორი ალბათ მთავარი კონკურენტი ვინ მოიგებს საქართველოს ჩემპიონატს. ტორპედოს უნდა ჩავთვალოთ მათ სიაში, მაგრამ დინამოს აქ 4 თამაშიანი წაუგებელი სერია, 1-3 მოგება და ახალი მწვრთნელი თემურ ქეძბაიათი და იბერია, რომელიც პირველ ადგილზეა საქართველოს ჩემპიონატის ყვალობაზე მყარად. კი, მყარად და საკმაოდ არა, მაგრამ სოლიდური უპირატესობა აქვს ქულებში. ხო, თან ყველას გვაინტერესებს ქეცბაია, აი დიდ გუნდთან ქართულ მასშტაბში დიდ აი ესეთ დიდ გუნდთან პირველი დაპირისპირება პირველ ადგილოსთან არის თამაში და ძალიან საინტერესო რთული თამაში იქნება და შეძლებს თუ არა ამ თავისი სulis შენარჩუნებას, რომ დაუმარცხებელია ჯერ კიდევ მას შემდეგ რაც დაბრუნდა საქართველოს ჩემპიონატში. ეს არის საინტერესო და უნდა აღვნიშნოთ, რომ დინამოს იმ დიდი წარმატებიდან ხო, გავიდა უკვე 45 წელი. 45 ცოტა ესეთ სიმბოლური თარიღია ჩემთვის. რატო არ ვიტყვით ორი დებილობა გამოვა კადრში და ჩვენ ნახეთ რომ ლეგენდები სულაქველიძე და ოთარ გაბელია არიან მოედანზე და იგეგმება რომ რაღაც სამახსოვრო პრიზის გადაეცეთ მათ. მე უფრო მაგარ რაღაცას ვიტყვი. ანუ ყველა გადაცემაზე ხო ვაგვიანებ აბსოლუტურად. ყველანაირი მიზეზი ხო გამოყენებული მაქვს. დღეს არის დაგვიანების პირველი მიზეზი, რომლითაც ვამაყობ. რიგში ვიდექი სტადიონზე შემოსვლის საქართველოს ჩემპიონატზე. კი და ჯერჯერობით რაც ყოფილვართ დინამოზე, ყველაზე მეტი ადამიანი ესწრება, იმიტომ რომ აი ქეცბაიამაც მოიტანა ეს დაინტერესება და პლუს თამაშის ისეთი აფიშა არის, რომ საქართველოს ჩემპიონატში ალბათ ამ წუთისთვის ყველაზე საინტერესო თამაშია დღეს. კი და ვნახოთ აფიშა როგორ გაამართლებს მოლოდინს. იმედი გვაქვს, რომ გუნდის ფორმებიდან გამომდინარეც რომ უნდა გაამართლოს. როგორც მინიმუმ კარგი თამაში უნდა. ძიმე თამაში ქონდა ტორპედოსთან წინა ტურში იბერიას, ასევე მძიმე თამაში და 3-2 გამარჯვება ქონდა რუსთავთან წლის აღმოჩენასთან თემურ ქეცბაიას. ასე რომ საინტერესოა როგორ გამომგლავდებიან ერთმანეთს დღევანდელ მატჩში. ნახოთ. წავედით. მატჩის 22 წუთზე რა შეგვიძლია ვთქვათ? სამი რამ. იბერია კეტავს ცენტრს და დინამო უტევს ცდილობს შეუტევს ფლანგებიდან ვინგერების დახმარებით. დინამო შედარებით ნაკლებ დროს ატარებს დაცვაში, მაგრამ როცა ატარებს, კარგად კეტავს ისიც ცენტრს. ერთი მომენტი გაეპარათ, როცა ისიც ფლანგიდან ჩაწოდებიდან ვერ დახურას კუთხე ზამიდან ზაგანიან და
რომ შეეძლოთ. ეგ იყო ყველა ერთადერთი მინი მომენტი ჯერჯერობით. ხო, რაც ჰქონდა, დარტყმაც მე მგონი, ნუ კართან რო წავიდან, გადავიდან კარში, ეგეთი არ გქონია, ბევრი პატარა გაჩერება და მესამე არ გვითხოვს, საჯი სასწავლო ჯარიმებს უსტვენს. ხო, აი, რაზეც ჩვენ საუბრობთ ხოლმე, ისეთ შეხებებზე დებს ჯარიმებს, რომელზეც ჩემი აზრით ჯარიმები არ იდება და ეს ძალიან მოქმედებს ტემზე, იმიტომ რომ თითქმის 20 წუთია თამაში არ გვაქვს. სულ არის რომ შეხება, ჯარიმა, გარკვევა იყო თუ არა ჯარიმა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თითქმის ყველა კონტაქტი ჯარიმით დასრულდა. და ეს ხო, ნუ ზოგადად ფეხბურთი კონტაქტური სპორტია და ბევრი საჰაერო ორთაბრძოლა იქნება, ბევრი დაჯახება იქნება და მე მგონი რომ ცოტა უფრო მეტი კონტაქტის უფლება უნდა მისცემ საჯებმა მოთამაშეებს და პირდაპირ ვთქვათ, პირველი 20 წუთი არის ძალიან მოსაწყენი თამაში, იქიდან გამომდინარე რომ ჩერდება, გაჩერდა უკვე 8 ჯერ. გაჩერება თამაში. შენ გამოგეპარა. 8 ჯერ კიდევ ძალიან ცოტა არის ალბათ. და გამოგეპარა მეორე ყვითელიც იყო. ხო, და მოკლედ ეს არ ჭირდება ამ თამაში, იმიტომ რომ ისედაც დაძაბული სიტუაციაა, იგრძნობა დაძაბულობა მოედანზე, რომ ორივე მოსაგებად არის გამოსული და ის ყველა ორივე გუნდი თამაშობს იმ პირველ შეცდომამდე და სამწუხაროა, რომ ასე იკარგება ტემპი ამდენი შეჩერებით. ტემპის, აი, კიდე ერთ შეტევა, ნუ ტემპის კარგვა გვაქვს პრობლემა. ხო, ისიც უნდა ვთქვათ, რომ დინამო სულ პრესინგზეა და კიდე ჯარიმა. დინამო სულ პრესინგზეა და ძალიან კარგად ათამაშებენ იბერიას ფეხბურთელები თავის აჯანიმოსთან ბურთს და ადიან შეტევაში. ჯერჯერობით უშეცდომოდ და იდეალურად მუშაობს ეს სისტემა. და ერთი იცი რა გამოგშალ კვაწაძის დარტყმა. ხო, რომელიც ეგრევე რეალში ბრუნში ძალიან დაარტყა და ეგრევე დაბლოკასები მოუწია. მაგრამ კარგი დარტყმა იყო. იბერიას გულშემატკივარია ჩვენს უკან, მე მგონი ჩანს, ხო? ხო, და გესმით რომ გოლი უნდა ამ ხალხს და ნახოთ აბა. სტანდარტული აქვს ეხა იბერიას და როგორ დასრულდება ეს მომენტი. რისიც გვეშინო და არა გვისროლდა, გოლი გავიდა, თან მაგარი გოლი გავიდა, ნახეთ ალბათ პირველი ნახევარი საათი ყველაფერი იყო იმისთვის რომ მომდევნო კი, ისეთ თამაში იყო, 0-0 გავს ხოლმე, მაგრამ დონკორმა კიდე ერთი შეაგდო. თან რა შეაგდო და რაღაცა პატარა შტურმი მოაწყვეს, მეოთხე დარტყმა იყო მგონი დონკორის რო წავიდა კარში და უძლიერესად ხარიხიდან. დონკორი ძალიან გაზრდილია. ანუ გახსოვს პირველივე ტურში რო ვიყავით, შეცვლა შემოვიდა და ძალიან კარგად ამწვავებდა და ეხლა უკვე სასტარტოში დაიმკვიდრა ადგილი და წინა თამაში ხო შეაგდო? თუ წინის წინაში შეაგდო? წინის წინაში შეაგდო და ეხლა კიდე კარგი გოლი გაიტანა საჯარიმოს გარედან, კუთხურზე გადმოგდებული ბურთი. ნახეთ ალბათ აი ძალიან კარგი სანახავი იყო რა. სანახავი გოლი იყო. იყო თითქოს მომენტი, რომ დინამოს ფეხბურთელს მოხვდა ხელზე, თუმცა გადამოწმდა მომენტი და გოლი ჩათვალა საჯმა. ხო, აქედანაც კარის უკან გავართ ზუსტად. და აქედანაც ძალიან ჩანდა, რომ მიდებული ხელი იყო, მაგრამ ჩვენს უკან რო გულშემატკივარია. ხმის გამაძლიერებელი, ეგრეთ წოდებული რუპორი, რაც აქვთ გულშემატკივრებს, იმას იყენებდნენ საჯთან სასაუბროდ და ეძახდნენ რეფერი ხელი იყო ხელიო. ქართული ვარი ტრიბუნებიდან. თუმცა არ დადო ხელი და გოლი ჩაითვალა და ჩემი აზრით ალბათ სამართლიანადაც, ხო? კი. რაც აი დინამიკაში რაც დავინახეთ სამართლიანად. ვარმა გადაამოწმა შენელებულად,
ჩათვალა, ანუ სამართლიანობის ყველა ინსტანცია გაიარა. რატომღაც კარების შეცვლა გადავწყვიტეთ და თურმე უნდა დავრჩენილიყავით. რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე 2-0 იგებს დინამო პირველი ტაიმის შემდეგ ბოლო წუთზე. ორი კუთხური და ორივე კუთხურიდან გოლი გაუტანა სერვისი ორი კუთხური. და ძალიან 5 წუთი დაამატა საჯმა. ეგრე ჩაითვალა გადამოწმება რაღაც არაფერი არ ყოფილა და ისე ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ალბათ რომ 5 წუთი დაამატა, იმდენი შეჩერება იყო პირველ ტაიმში, სულ სტანდარტები, სულ მოედნის ცენტრში ჯარიმები და ალბათ ასეთ თამაში ყველაზე მეტად რისი გამოყენება შეიძლება, ეგ გამოიყენა დინამომ. ერთი ფლანგიდან ჰქონდა ორჯერ კუთხური და ორივე გოლი დასრულდა. კი, სტანდარტებს აშკარად მოუმატეს. კი, აშკარად, იმიტომ რომ ჩაწოდებული ჯარიმებიდან კუთხურებიდან სულ ხიფათი იქვინებოდა იბერიას კართან. შესაბამისად, ეს უპირატესობა გამოიყენეს და მეორე გოლი გაატანეს გასახდელში იბერიას და უდიდესი უპირატესობაა პირველი ტაიმის შემდეგ ეს. შეგრძნება გააქვს ისეთი, რომ აბსოლუტურად გათიშული ყავს დინამოს იბერია. იბერია შემტევები განსაკუთრებით არც ღუდუშაურს არ მისდის თამაში ვერ ამწვავებს მომენტებს, იქიდან ბედოშუს დაცვაში უფრო მეტი სირბილი უწევს ვიდრე შეტევაში და ამირან ზაგანიასაც ფაქტობრივად მომენტიც ვეღარ ექნება, იმიტომ რომ კრეატიული ფეხბურთელები ვინც უნდა მოიტანოს ბურთი ფორვარდამდე, ფაქტობრივად დაცვაში უფრო მეტი სამუშაოს გაწევა უწევს ვიდრე შეტევაში. აი ბედოშუ ვერ გაწვა. ეგ აუცილებლად უნდა ვახსენოთ HubSpot ჩვენი პარტნიორი, რომელიც არის e-commerce პლატფორმა, უკვე იცით ჩვენ მომაყურებელმა და ისიც იცით, რომ ძალიან მალე ექნება ფიზიკური მაღაზია, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ეგრეთ წოდებული ორიგინალი ფორმები ისეთი ბრენდების, როგორც არის Adidas, Nike და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კი და ჩვენ ასე ვთქვათ, გვამარაგებს ეროვნული ჩემპიონატის მაისურებით, რომელიც შეგიძლიათ ჩვენ გათამაშებებში მოიგოთ. ბექა დაუბრუნდით ისე აქეთა კარების უკან, ოღონდ ამჯერად ლორია დგას ამ კარში და კვარაცხელია წავიდა გასახურებლად. მეორე ტაიმის დასაწყისშივე. მოდი ჯერ პირველი ტაიმის და ბოლოს და მეორე ტაიმის დასაწყისშივეც მოვყვეთ, რომ პირველი ტაიმის ბოლოს ისევ კუთხურიდან შეიქმნა მომენტი, ოღონდ ამჯერად საბურთალოს ჰქონდა და ლორიამ მაგარი ბურთი აიღო და ისევ ორბურთიანი დაუტოვა უპირატესობა დინამოს და მეორე ტაიმიც ისევ დინამოს კუთხურები დაიწყო სტანდარტულით. სადაც ისევ მომენტი შექმნეს და უკვე მეგრელიშვილის ხარჯზე აღარ გახდა 3-0. მეგრელიშვილმა ძალიან მაგარი ბურთი არანაკლებ კარგი ვიდრე ლორიამ გამოაწრო, თუ უკეთესი არა. კი, მოდი ისიც ვთქვათ, რომ უკვე დასაკარგი არაფერი აღარ აქვს იბერიას და გადავინოს სულ შეტევაზე. პარტიშვილი შემოიყვანა მეორე ფორვარდად. და მეორე ხრივ დინამოსგან ისეთი ანგარიშიცაა, რომ ველოდებით თონიკე კვარაცხელიას დებიუტს, რომ შედგეს უკვე იბერიას წინააღმდეგ. ხო, ნუ თან ეს ხო ისეთი თამაშია, რომ აფიშა ეგ იყო რა. მთავარი აფიშა, რომ
ქართული ფეხბურთის ორი ტალანტი ერთმანეთის წინააღმდეგ და თან ქეცბაიაც არის იმდენად გამოცდილი მწვრთნელი და იმდენად იცის ფეხბურთი, რომ ეგ არ მოგყაროს. სწორ დროს სად მისცეს გამოცდილება ეგ. სწორ დროს სად მისცეს გამოცდილება და მართლა ეხლა ამდენი ხალხი დინამოზე ეხლა კადრი რო შევატრიალოთ იმდენად არ ჩანს იმდენი, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატისთვის დიდი ზრდა, იმდენად დიდი ზრდაა, რომ ხალხის ხმა კარგად ისმის და მე მგონი დაიმსახურა ხალხმა, რომ აი ეს დაპირისპირება ნახოს. კი. ყველა ასე ძალიან ველოდებით რა, სამწუხაროდ სპაერთან არ შედგა, იმიტომ რომ ბაიერნის სინჯებზე იყო წასული და შესაბამისად არ ქონდა მამის შესაძლებლობა რომ ქონოდა დებიუტი, დღეს კიდე თუ დინამოს გადმოსახედიდან შევხედავთ ამ ყველაფერს, ანგარიშის აძლევს ხელს იმისთვის რომ რაღაც გარკვეული წუთები მიიღოს 15 წუთი მაინც შედგეს მისი დებიუტი და ძალიან კარგი იქნება. მოქმედ ჩემპიონთან შედგება მისი დებიუტი. ესე აგისრულდეთ ყველაფერი კარგი, რაც ვითხოვეთ. მოხდა თორნიკე კვარაცხელი თელმა ტრიბუნა მithხოვა მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში. თან ისე სკანდირებდნენ, რომ შეიძლება ქეცბაიას საერთოდ არ ქონდა ეგ მაშინ, მაგრამ უბრალოდ სხვა შანსი აღარ იყო. ნუ ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, პარტიშვილი კვარაცხელის წინააღმდეგ. ეხლა ვთქვათ, რომ შედეგად თორნიკე კვარაცხელიას დებიუტი გამოვიდა მოედანზე და დიდი სიხარული იყო ტრიბუნებიდანაც მისი გამოჩენის დროს, იმიტომ რომ ყველა ელოდება, ყველას იმედი აქვს, რომ რაღაც ახალი ვარსკვლავი იბადება ჩვენს თვალწინ და ისეთივე იქნება. უკეთესიც არ ვიტყვით უარს. ისეთივე იქნება, როგორც ეხლა ლიგის ფინალში გველოდება ჩვენ. ორ კვირაში გველოდება ლიგის ფინალში. ხო, იმედი გვაქვს, რომ დავაზებს და გვაჩვენებს იმ საწყის ეტაპებს თუ რა შეუძლია და რამდენად კარგი ფეხბურთელია. და გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ იგი ნაკრებში მეორე ეგეთი ყავდეს. ეხლა 15 წუთი დარჩენილი პლუს საჯისმიერ კომპენსირებული დრო, უკვე 5 წუთი აქ არის, ალბათ კიდე 20 წუთიც და ნახოთ დრო არის. კი და მოდი მეორე დებიუტის ვთქვათ ბარემ. ხო? ჯოშ ონუმა დებიუტი დინამო არენაზე, იმიტომ რომ დებიუტი ჰქონდა პეტრიაშვილზე, როცა რუსთავთან მოიგეს 3-2 წინააღმდეგში. ტოტენჰემის ყოფილი ფეხბურთელი ინგლისელი, რომელსაც პრემიერ ლიგის გამოცდილება აქვს. ასე რომ საკმაოდ სტატუსს არის კეინის სონი, როცა ერთად თამაშობდა ტოტენჰემში იყო და საკმაოდ სტატუსიანი ფეხბურთელი უნდა იყოს ეს ჩვენი ლიგისთვის. კი, გეთანხმები. და მნიშვნელოვანია, რომ ეხლა ამ მომენტში, როცა ქეცბაია მოვიდა გუნდში, მანაც ფორმა აღიდგინა და ნელ-ნელა მართალია ორი თამაში არ სათად არ იგონა ერთვება, მაგრამ როგორც ვიცით, დიდი იმედებს ამყარებენ, რომ მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება, რომელიც იქნება ძირითადი წევრი და დაალაგებს, ასე ვთქვათ, დინამოს თამაშს ნახევარდაცვაში. ნახოთ.
ამ წარმატებისკენ გზა როგორი არის, რომ გაუმარცხებელი გუნდია და დინამო ბრუნდება საჩემპიონო რბოლაში. ნუ რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო დღეს ჩვენთვის. არა მარტო იმიტომ, რომ სამი ქულა ავიღეთ, არამედ იმიტომ, რომ ეთამაშებოდით შარშანდელ ჩემპიონს და ჩემპიონატის ლიდერს, რომელსაც თანაც პრინციპში ჩვენ იყო დრო, რომ 11 ქული ჩამორჩებოდით და ამ დროს ამ თამაშის მერე უკვე სამი ქულა არის ჩვენთან ჩვენში განსხვავება. ნუ რა თქმა უნდა, ბიჭები მუშაობენ ყოველდღიურად. ჩვენ ბევრჯერ გვითქვია, რომ არის ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გუნდში. ამ ახალგაზრდა ფეხბურთელების პლუს დამატებული ის გამოცდილი ფეხბურთელები, რომლებიც გუნდში არიან, კარგი მუშაობა მიდის. ნუ ჩვენ მაყოფილი ვართ ბიჭების ვარჯიშით, თან, რა თქმა უნდა, თამაშით, უკვე 5 თამაში ვითამაშეთ, 4 მოვიგეთ, 1 ფრე ვითამაშეთ. და იმედია, რომ ეს წაუგებელი სერია გაგრძელდება რა. ახლა გველოდება კიდევ ორი ისეთი თამაში გასულა გორში და ქუთაისთან, რომლებიც წინა ადგილებზე არიან, რომლებიც იბრძვიან კიდევ პირველობისთვის და ამიტომ ჩვენ გვინდა ყველანაირად მოვიდოდეთ ამ თამაშისთვის. დიდი დრო აღრჩება, ყოველმე 3-4 დღის მერე უკვე თამაშია და იმედია, რომ ამ თამაშებშიც თავს გამოვიჩინო. ეს ტრიბუნები ითხოვდა თონიკე კვარაცხელიას დებიუტს მეორე ტაიმის განმავლობაში. იყო ეს დაგეგმილი თუ თქვენ ასე ვთქვათ ხალხის სურვილს ასახავთ? არა, ნუ დაგეგმილი მქონდა რა თქმა უნდა ჩვენ ვარჯიშებს რო ვაკვირდებით და რო უყურებთ ყველა ის პირობა და ყველა ის აქ მონაცემი ამას რომ ამათ თავის მასავით ძალიან დიდი ფეხბურთი ითამაშოს. ის არ არის აქ იმიტომ რომ კვარაძმა არის, ის არის აქ იმიტომ რომ ღირსი აქ იყოს და მე მგონია რომ ესე თუ გააგზელებს ჯერ კიდევ პატარა არანაკლებ კარიერა ექნება ვიდრე თავის ძმას. ნუ სასიხარულოა რომ მიეცა იმის შანსი გამოვიდა და ანახა რომ შეუძლია ისე როგორც სხვებს ყველანაირად ვიბრძოლეთ დღეს ჩვენ 1 მეტრი არ დავთმეთ მინდორზე უბრძოლველად და ეს გვინდა რა რომ ეს ჟენი კონდეს რა მინდორზე ვინც კი გამოვა 100% დავიხარჯოთ და თორსა 100% დავიხარჯებით და გასაკეთებელს გავაკეთებთ, რასაც ჩვენ ვითხოვთ ამ ფეხბურთელებიდან, რა თქმა უნდა, რომ შედეგიც არ დააყოვნოს და ჩვენ გვიხარია, რომ კარგად მიდის გუნდი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დამთავრდა ჩემპიონატი ახლა იწყება, კიდევ 2 წელი ნახევარია სათამაშო და ამიტომ ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს გუნდმა ესეთი პოზიტიური შედეგები შეინარჩუნოს მომავალშიც. მე კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც მოვიდნენ დღეს სტადიონზე და იმედია, რომ ამ გულშემატკივრებს კიდევ სხვები დაემატებიან და რა უნდა ჩვენ გულშემატკივრებს უნდა რომ გუნდმა თამაშები მოიგოს და ჯერჯერობით კარგად მივდივართ, ყველაფერი რიგზეა, 5 თამაში არ წაგვიგია, უკვე 3 ქული ჩამორჩებით ლიდერს, მეორე ადგილზე ვარ და ალბათ იმედია, რომ მომავალ თამაშზე უფრო მეტი გულშემატკივარი იქნება სტადიონზე. სტანდარტებზე აქცენტი, ვარჯიშებზე იყო გაკეთებული აქცენტი თუ უბრალოდ სიტუაციიდან? არა, იყო სტანდარტებზე მუშაობთ, თანაც კარგი შემსრულებები ყავს. სამწუხაროდ დღეს ნინუ არ თამაშობდა, რომელსაც მართლა იმასაც კარგი ის აქვს, უკვე მეორე თამაშია ზედიზედ სტანდარტულიდან გოლი გაგვაქვს, ეს კარგია. ყავს ფეხბურთელები, რომლებიც კარგად ასრულებენ ბურთი ჩამოწოდებას, მაგრამ საჯარიმოში ყავს ფეხბურთელები, რომლებიც იბრძვიან ამ ბურთზე. ნუ მერტიწყალობის ყველაფერი კარგად არის და იმედია რომ ეს კიდევ გაგრძელდება რა. ასრულდა ჩვენი ვლოგი დინამოს გამარჯვებით და ასე ვთქვათ უშანსოდ დაამარცხა, შეგვიძლია ეგეც ვთქვათ, იმიტომ რომ არანაირი მომენტი არ ქონია იბერიას. სრულიად დომინანტი იყო დინამო და როგორც კეცბაიამ გითხრა, მუშაობენ სტანდარტებზე და დღეს იდეალურად გამოიყენეს ეს სტანდარტები. ნუ ისეთი თამაში იყო რა, რაღაცა მოლოდინები მე მგონი რომ გაამართა. კი, მოლოდინი. ასე მე რას ვფიქრობ? აი მგონია რომ მწვრთნელის, ერთი მწვრთნელის კლასმა ძალიან დაჯაბნა მეორე მწვრთნელის კლასი და შესაძლებლობები ეს ძალიან ეთხოვდა ამ თამაშს, რომ
წნელის გავლენა გუნდზე იმდენად დიდი იყო და ის თამაშობდა დინამო ორგანიზებულად, სწორი დავალებებით და სწორი გადაწყვეტილებით, რომ აშკარად იყო იცი რა ვფიქრობ, გამოცდილის და გამოცდილის დაპირისპირება. სხვა გუნდებისთვისაც ეს იქნება ცოტა პანიკის განგაშის ზარი ხო რა, რომ აიმე უკვე კეცბაია თან წარმოიდგინე ჯერ ეს არ არის კეცბაიას გუნდი. არა, ჯერ. ეს არის აი პირველი რაღაცა თან ერთმანეთ მოდი გავიცნოთ და კონკრეტული მაჩებისთვის ემზადება რა. კეცბაია რო შეკრებაზე წაიყვანს გუნდს თავის ტრანსფერებს გააკეთებს და მოიყვანს ხალხს, ნებისმიერ გუნდს ძალიან გაუჭირდება ამ დონის სპეციალისტთან ჭიდაობა და კი და ეთყობა რომ უცებ 5 ტურის შემდეგ საჩემპიონო ბოლოში ჩაერთნი. აი გამოცდილი მაღალი დონის წნელის გავლენა გუნდზე. ხო და ეს იყო და ეს დღევანდელი ვლოგიც არ დაივიწყოთ რომ ჩვენი პარტნიორია HubsG ითარდა დაივიწყოთ e-commerce მაღაზია ამ დროისთვის რომელიც მალე გახდება ფიზიკური მაღაზია და შემოგთავაზებთ წამყვანი სპორტული ბრენდების როგორც აქსესუარებს, ასევე ფორმებს, ასევე სხვა სპორტულ ინვენტარს და ძალიან მალე იქნება მაღაზიის პრეზენტაცია. გამოიწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ ეს ვიდეო და შევხვდებით მომავალ ეროვნული ლიგის თამაშზე. ტურზე.